ლაჯანურ ჰესი ლეჩხუმის ყველაზე მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც თავის დროზე ენგურ ჰესისთვის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოცდილებად მიიჩნეოდა. ლაჯანურ ჰესი გამოირჩევა საქართველოში პირველი დიდი თაღოვანი კაშხლითა და მიწისქვეშა ჰესის შენობით, რაც გასულ საუკუნეში თანამედროვე და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილება იყო. რადგან კომპლექსის ნაგებობები ერთმანეთისგან დაშორებულია და სხვადასხვა ხეობაში მდებარეობს, ყველა მათგანის დასათვალიერებლად არაერთი კილომეტრის გავლა მომიწია. ჰესზე მომუშავე პერსონალმა სადგურის ყველა ძირითადი კვანძი დამათვალიერებინა და თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამცა. ელექტროსადგურის მშენებლობის უნიკალური კადრები ასევე აღბეჭდილია 1959 წლის გადაღებულ ფილმში განაჩენი. ლაჯანურ ჰესს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება. ეს არის ჩემი პირველი დოკუმენტური სტილის ვიდეო, თუ მსგავსი თემები გაინტერესებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარი. მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ GeoStalks. ახლა მე ვიმყოფებით ცაგერში და ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ მუშაობს ლაჯანურ ჰესი, მის ისტორიას და ყველა ნაგებობის სათითაო, ასე ვთქვათ, განხილვას გავაკეთებთ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლაჯანურ ჰესის ადმინისტრაციას და ყველა თანამშრომელს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ირაკლი ჯანაშიას, ჩემს ოპერატორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა ამ ვიდეოს გაკეთებაში. შეგახსენებთ, ვიდეოს სპონსორი არის მაღაზია სალაშქრო კუთხე, რომელიც ზრუნავს ჩემს ჩაცმულობაზე, ხოლო თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დაწერა. ლაჯანურ ჰესის მშენებლობა დაიწყო 1953 წელს და მისი პირველი ჰიდროაგრეგატი ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. მისი საპროექტო სიმძლავრე 111,84 მეასედი მეგავატი იყო, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ სიმძლავრე 115,9 მეგავატამდე გაიზარდა. ელექტროსადგური მუშაობს მდინარე ლაჯანურის და მდინარე ცხენიწყლის ნაწილის გადმოგდებით მიღებულ საერთო წყალჩამონადენზე, დღეღამური კვირეული რეგულირების წყალსაცავით. კერძოდ, ცაგერში მდინარე ცხენისწყალზე აგებულია ბეტონის დაბალზღურბლიანი კაშხალი. შექმნილი წყალსაცავიდან წყლის ნაწილი მიედინება წყალმიმღებში, ხოლო ზედმეტი წყალი და ნატანი ქვიშა ცხენისწყლის კალაპოტში გაედინება. წყალმიმღებიდან წყალი გაედინება ღია სადერევაციო არხში, რომლის სიგრძე 1111 მეტრს შეადგენს, ხოლო გამტარობა არაუმეტეს 60 კუბური მეტრი წამშია. არხი სრულდება გისოსებიანი პორტალით, საიდანაც იწყება 5,5 კილომეტრის სიგრძის და 5 მეტრის დიამეტრის მქონე უდაწნეო დერივაციული გვირაბი, რომლის გავლის შემდეგ წყალი ლაჯანურის წყალსაცავში გროვდება. ამ წყალს ასევე ემატება მდინარე ლაჯანურის და სხვა მცირე მდინარეების ჩამონადენი. წყალსაცავის სიგრძე 3,2 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1 კილომეტრს აღწევს. წყალსაცავს აკავებს ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში სოფელ სურმუშთან აგებული 69 მეტრის სიმაღლის და 127 მეტრის სიგანის თაღოვანი კაშხალი, რომლის გვერდით განთავსებულია წყალმიმღები, საიდანაც წყალი სადაწნეო დერივაციული გვირაბის მეშვეობით მიედინება ელექტროსადგურში. გვირაბის სიგრძე 2,5 კილომეტრს, ხოლო დიამეტრი 5,5 მეტრს შეადგენს. სადერივაციო გვირაბის ბოლოში არის განთავსებული გამთანაბრებელი შახტა, რომელიც წყლის წნევას ათანაბრებს და მისი მეშვეობით ასევე ხდება ჰაერის საცობების გაქრობა სისტემიდან. საბოლოოდ წყალი სოფელ ალპანაში მდებარე მიწისქვეშა ელექტროსადგურს აღწევს, სადაც განთავსებულია 3 ჰიდროაგრეგატი. მიწისქვეშ ასევე არის განთავსებული ყველა დამხმარე სისტემა, ვენტილაცია, საკისრების გასაყოფი სისტემა, ჰიდროაგრეგატების გაგრილება, სამართავი პულტები და ასე შემდეგ. ხოლო ნამუშევარი წყალი მდინარე რიონში ჩაედინება. ელექტროენერგია სადენებით გამოდის მიწის ზედაპირზე, სადაც არის ღია ქვესადგური, რომელზეც განთავსებულია 220, 110 და 35 კილოვოლტის სიმძლავრის ტრანსფორმატორები და გადამცემი ხაზები, საიდანაც ელექტროენერგია ნაწილდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. და მოდით ახლა ლაჯანურ ჰესის თანამშრომლებთან ერთად დავათვალიეროთ ყველა ძირითადი კვანძი და გავერკვიოთ მათ მუშაობის პრინციპში. და პირველი ნაგებობა, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით, არის დაბალზღუდიანი კაშხალი, ცაგერის, ასე ვთქვათ, სათაო ნაგებობა. ხოლო მის ფუნქციაზე ჩვენ მოვიყვება ლაჯანურ ჰესის თანამშრომელი ბატონო ლაშა, მოგესალმებით.
რას მოგვიყვებით ამ ობიექტზე, ანუ რა ფუნქცია აქვს და რომელ წლებში აშენდა? ანუ როგორც თქვენ აღნიშნეთ წეგან, ეს არის ცაგერის დაბალღრუბლიანი 4-ხმალიანი კაშხალი, რომელიც არის აღშენებულია მდინარე ცხენისწყალზე და რომლის დანიშნულებაც არის მდინარე ცხენისწყალი 56 მეტრ-კუბის რაოდენობით გადაისრულებს მდინარე ლაჯანურ ხეობაში, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ ლაჯანური ხესის მუშაობას. აქ არის 4 მალა, რომელშიც მოთავსებული არის 4 ტყელის საკეტი, ფარი, რომლის საშუალებითაც მეშვეობითაც ხდება მდინარე ცხენისწყლის შეგუბება. აი იქ მოთავსებული არის მიმღები არხი, რომელიც აღჭურვილია აგრეთვე ორი საკეტით, ფარით, რომლის საშუალებითაც ხდება შეკავება მდინარის და გაშვება. იქ არის მოთავსებული აგრეთვე 900 მეტრის სიგრძის ღია არხი, სადერივაციო არხი, რომლის საშუალებითაც მიედინება მდინარე ცხენისწყალი და შემდეგ უერთდება გვირაბს, უდაწნეო გვირაბს, რომელიც არის 5 კილომეტრის სიგრძის, რომლის საშუალებითაც გადადის მდინარე ცხენისწყალი ლაჯანურის წყალსაცავში. თაღოვანი კაშხალი არის იქ არის და როგორ ხდება ამ ფარების აწევნა? ფარების მართვა ხდება აი შენობაში ზემოთ დამონტაჟებული არის სამართავი პულტები და რომლის მეშვეობითაც ხდება პირველი, მეორე, მესამე, 4 ფარი არის აქ ამათი მოძრაობა. როდესაც წყალდიდობა იწყება, პირველად შედის ექსპლუატაციაში გალერიები. პირველი, მეორე, მესამე თანმიმდევრობით პირველი იღება და აი რაც მოაქვს ცხენისწყალს წყალდიდობის დროს ნაჯაო და ის აშორებს და აი იქიდან გადადის ქვედა ბიებში, ცხენისწყლის ქვედა ბიებში. და როცა ძალიან ბევრი წყალი გროვდება, უბრალოდ ამ ფარებს. ხო, ნუ ფარების მეშვეობით არის რეგულირება. ზედმეტი რაოდენობის წყალი იღვრება ავტომატურად ქვედა ბიებში. მაგრამ შემდეგ როცა უკვე რაოდენობა არის ცხენისწყალი ყოფილა მომენტი რომ 400-500 მეტრ-კუბამდე არის, რა ქვია, რაოდენობა, აი მაშინ თავთ ჯერ პირველად გალერიებს, გამნեց გალერიებს. ნუ შემდეგ თუ კი არ ყოფნის და არის რაოდენობა წყლის იმდენი რომ აღარ ყოფნის ფარები, შემდეგ იწყება პირველი ფარის მოქმედებაში მოყვანა, რომლის აწევის შემთხვევაში ბოლომდე ერთი ფარი ატარებს 400 მეტր-კუბ წამს. 4-ვე ფარი ატარებს 1600 მეტր-კუბს, რომელიც არის კატასტროფული რაოდენობა, რომელიც არ მომხდარა ბუნებაში. ყველაზე დიდი რაოდენობა წყლის 2000 ერთ წელს დაფიქსირდა, სადღაც იყო 832 მეტր-კუბი, რომელიც ხდება 100 წელიწადში ერთხელ დაახლოებით გამოთვლილი. კატასტროფული რაოდენობა, რომელიც გავატარეთ ამ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ფარის მეშვეობით. ესე იგი, აქედან იმართება ამ ფარების, ასე ვთქვათ, რეგულირება, კი. ამ პულტების მეშვეობით. აი ეს არის სამართავი პულტები, შენობა, სადაც არის 4-ვე ფარის სამართავი პულტი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ფარია, რომლის მეშვეობითაც ხდება რეგულირება. საკმაოდ წყალუხვი მდინარე არის ცხენისწყალი, მით უმეტეს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. და როცა აი წყალი ჭარბი რაოდენობით ამოსული, ამ პულტების მეშვეობით იმართება მდინარე ცხენისწყალი. ანუ ზედმეტ რაოდენობას გადაუშვებთ იქეთ ძველ ბიებში, ძველ კალაპოტში ცხენისწყლისა და ნარჩენი რაც საჭიროა გეზის მუშაობისათვის, იქეთ მხარეზე გადადის და რეგულირებთ ამ საკეტებით. არის კიდე აქ გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც აუცილებელი არის, რომ მოსახლეობა გაფრთხილებული იქნეს, რომ აი დიდი რაოდენობის წყალი მოდის. და აძლევს სიგნალს პერიოდულად 15 წუთის განმავლობაში 3 ჯერ, რომელიც თითქმის ხეობის ბოლომდე ისმის, აი ეგეთ. ხდება ხალხი და თუ ტექნიკაც ხშირად არის წყალში და რომ გაეცალონ მოსალოდნელ საშიშროებას. აი ეს არის გამაფრთხილებელი სასიგნალო სირენა. რომელსაც ვთავთ აი მოსალოდნელი წყალდიდობის დროს. ნუ შეგვიძლია ჩავთოთ და მოვისმინოთ ხმა დაახლოებით სასინჯად. ეს არის უკვე წყალმიმღები, სადაც ხდება წყლის შემოდინება მდინარე ცხენისწყლის. აქ არის კონსტრუქცია, რითაც ორი ფარი არის მოთავსებული, რითაც რეგულირდება წყლის მიწოდება სადერივაციო არხში. აი აქედან უკვე იწყება ღია სადერივაციო არხი, რომელიც თავდება უდაწნეო გვირაბთან, 900 მეტროს სიგრძის არის. აქ მოთავსებულია ნაგავდამჭერი გისოსები, ის უმოძრავე, აი ეს მოძრავი. და ამ კონსტრუქციით ხო, ნაგავი რომ არ მოხდეს გვირაბში და ამით რეგულირდება წყლის მიწოდება და რამე რომ მოხდეს ამის ხო, თავისთავად ჩაკეტვა რაღაც უბედური შემთხვევა რაღაცა, თუმცა ისეა უკვე გაკეთებული აქ შემოსაზღვრული არხი, რომ ჯებირები არის, ჯებირები ბეტონის ხო, ახალი ხო. თუ ძალად არ ხო ისე ვერანაირად ვერ მოხდება იქ. დაცულია უსაფრთხოება ყველანაირად. აი აქ თავდება უკვე სადერივაციო ღია არხი 900 მეტრის სიგრძის და იწყება უდაწნეო გვირაბი, 5 კილომეტრის სიგრძის უდაწნეო გვირაბი, რომელთაც გადაედინება მდინარე ცხენისწყალი უკვე ლაჯანურის
ხეობაში. 5.5 კილომეტრი დაახლოებით, ხო, დიამეტრი 5 მეტრია. აქ აყენია უსაფრთხოების კამერები. ტერიტორია შემოღობილია, ეს კონსტრუქციაც გისოსები ჩადგმული არის უსაფრთხოების მიზნით, მაგავდამჭერიც არის და ამავდროულად რაიმე უბედური შემთხვევა რომ მომხდარა რომ არ გადაიტანოს. უსაფრთხოების რომ არ ჩავარდეს რამე და აქედან უკვე მარაგდება რაჯანურის წყალსაცავი დინარე ცხენის. ეს არის სენსორი წყლის საზომი, რომელსაც უყურებს კეთსათავო ოფისი და აკონტროლებ, ხო? ნუ რაღაც ხო, ჩვენთანაც ჩანს ეგ სიგნი ოთახში. დონე წყლის და ყველაფერი და მაინც რომ რაღაც არ გამოეყაროს. ცაგერის სათავე ნაგებობის შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ მდინარე ლაჯანურის ხეობაში, რათა გვენახა წყალსაცავი და თაღოვანი კაშხალი. სამანქანო გზა ულამაზესი უღელტეხილით გადმოდის. სადერევაციო გვირაბიდან გამოსული წყალი გადმოდის მდინარე ლაჯანურის ხეობაში და გროვდება უკვე ლაჯანურის წყალსაცავში, რომლის ბოლოსაც არის აგებული ლაჯანურის თაღოვანი კაშხალი, რომლის სიმაღლეც არის 79 მეტრი, ხოლო სიგრძე არის 127 მეტრი. ლაჯანურის წყალსაცავი მდებარეობს სოფელ სურმუშთან. იგი ოვალური ფორმისაა. მისი სიგრძე 3.2 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1 კილომეტრი. ყველაზე ღრმა წერტილში სიღრმე 70 მეტრს აღწევს. წყალსაცავის სრული მოცულობა 25 მილიონი კუბური მეტრია. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა და მასზე სისტემატიურად ტარდება ჰიდრავლიკური გარეცხვები. რათა თავიდან იქნას აცილებული სასარგებლო მოცულების შემცირება მყარი ნატანის დაგროვების გამო. და გადავინაცვლებთ ლაჯანურ ჰესის კიდევ ერთ ობიექტზე, თაღოვან კაშხალზე, რომელიც აკავებს მთელ ამ წყალსაცავს. მისი სიმაღლე არის 79 მეტრი, ხოლო სიგრძე არის 127 მეტრი. და თავის დროზე ეს იყო ფაქტობრივად ენგურის თაღოვანი კაშხლის პროტოტიპი, იმიტომ რომ უკვე ამ თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მეცნიერებმა შეისწავლეს ამის კონსტრუქცია და შემდგომ უკვე ამაზე დაყრდნობით ააშენეს ენგურის თაღოვანი კაშხალი. და დღეს ჩვენთან ერთად არის ლაჯანურ ჰესის კიდევ ერთი თანამშრომელი, ბატონი ლევანი. ლარსულიანი. გამარჯობათ. სასეირნოა. რა შეგიძლიათ მოყვეთ ამ ობიექტზე? ობიექტზე რაც თუ გვაინტერესებს დაიწყო 50-იან წლებში და 60 წელს გაეშვა უკვე 3 აგრეგატი თითოთვის მიყოლებით. რა მაისი, ივნისი და ივლისი გაეშვა დაახლოებით 3-ვე აგრეგატი. 100 მეგავატის სიმძლავრე იყო 105 მეგავატი, ახლა უკვე რეაბილიტაციის შემდეგ მომატებული აქვს სიმძლავრეები 115 მეგავატს შეგვიძლია ავიღოთ. ძირითადი შემონადენი და მკვებავი ძარღვი წყლის არის მდინარე ცხენისწყალი. მდინარე ლაჯანური არის უბრალოდ დამატებული და ლაჯანურის ჰესი ერქვა, რამდენადაც ლაჯანურის ხეობაში არის და ძირითადად მკვებავი არის ცხენისწყალი, რომელიც დერივაციით მოდის ცაგერის კაშხლიდან. წყალშემგრები კაშხლიდან ალბათ იქნებოდით მანდაც და დაგროვებული წყალი სადგური არის დღეღამური რეგულირების. დღეღამური რეგულირება რო ამიხსნათ. დღეღამური ეს წყალი გროვდება დღის განმავლობაში და პიკის საათებში ვაწვით ელექტროენერგიას. ეს როცა წყალმცირობა არის ამ პერიოდში და თუ წყალდიდობის დროს უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და მთლიანად დატვირთვაზე არის და ძირითადი ფუნქცია როგორც აშენდა უნდა დაგროვებულიყო წყალი, წყლის მარაგი და პიკის საათებში დაემატებინათ ელექტროენერგია. მაგის დანიშნულება. არ არის ბოლომდე? ყოველთვის ბოლომდე დატვირთული არ არის. ფუნქციონალურად არის ასე შექმნილი. 2 აგრეგატი მუშაობს, 1 რეზერვში უნდა ყოფილიყო და როცა უკვე წყალი არის, უკვე 3 აგრეგატი მუშაობს. და ესე იგი, წყლის ჩაშვების შემთხვევაში აქაც მუშაობს სირენა, ატყობინები. რა თქმა უნდა, ეს უკვე რეცხვები რეგულარულად მიმდინარეობს მოგახსენეთ ახლა ადრეულ პერიოდში ახლა მაშინ უფრო არ ექცეოდა ყურადღება და ენერგოს პროცესებში ყოველწლიურად მიმდინარეობს რეცხვა. ხედავთ ალბათ ეს არის ძირითადად მანდ არის ძირითადი ფარები და გამრეცხი ფარები. გამრეცხი ფარებიდან ქვემოთ გაბოდის კვირაფში. წყალდიდობის შემთხვევაში აქვს 3 წყალსაშვი, 120 კუბს ატარებს. ნაწილი თუ დიდი კატასტროფული მოდინება გადის სადგურში თავისთავად და 100 კუბი და უკვე მერე იწყება მანევრირება გამრეცხი ფარებით. იმის მიხედვით რომ დონე შევინარჩუნოთ და არ ჩამოვიდეს ძირს და ისე თქვენი მუშაობის მანძილზე ყოფილა რამე ისეთი სიტუაციები, როცა მაგალითად წყალი ადიდებულა რაღაც კრიტიკულ დონემდე. ხონდა ერთი პერიოდი იყო თითქმის კრიტიკული, იყო უკვე ცოტა აღდა რა მის შევსებას სპორტოჩკებს უკვე ფარების გაღებას ვაბრიოთ, მაგრამ გაგვიმართი და შეჩერდა ეს უკვე წვიმები გაჩერდა და
დაიკლო წყალმა გადაურჩით. ახლა ვიმყოფებით წყალმიმღებზე, ეს არის ძირითადი ფარები, საიდანაც ხდება ჰესში წყალის მიწოდება და ასევე გამრეცხი ფარები. არის 4 ჰიდროამწე, 4 ფარზე, რომელიც თითო ატარებს 100 კუბ წყალს. რეცხვის პერიოდში მუშაობს, გამრეცხება იკეტება, ძირითადი ფარები და გამრეცხი ფარები იღება, რა თქმა უნდა, ხდება რეცხვა და შემდეგ უკვე წყალშეკრების შევსების შემდეგ იღება წყალმიღები ფარები და ვატარებთ წყალს სადგურში შედის გვირაბით. 2 კილომეტრი და ნახევარი არის გვირაბი კლდეში გამოწვრილი 5 მეტრი აქვს დიამეტრი. ოიქ სადაც ნეო არის. აი აქედან უკვე შედის ამ კლდის ქვეშ გადის და გადის ალბანაში სადაც სადგურია სადაც გვირაბში. გამთანაებრებელი ბასეინი 111 მეტრი არის ამ ავზის სიმაღლე, ემსახურება მაგი უკუდარტყმების შემცირებას, რომ და ჯგუფს ნავალო მუდმივად სტატიკური დაცლება ხოდეს ურბინებზე. გამთანაებრების მერე უკვე სამ ნაწილად იყოფა, ერთ კოლექტორში შედის ერთ მილში და ცალ-ცალკე აგრეგატებზე თავის სფერული საკეტებით საჭიროებისამებრ შევუშვებ აგრეგატში და ვამუშავებთ აგრეგატს. ეს არის წყალმიღების ფარები. ახლა ესაა აწეულ მდგომარეობაში ამ წუთში. აქედან შედის სადგურში წყალი. ეს მუდმივად ღია უნდა იყოს სადგურის მუშაობის პერიოდში, იგივე არის. ახლა ეს ორი არის გამრეცხი ფარები. ჰიდროამწეები არის, რომელიც ამ ოთახიდან იმართება და ეხლა ტუმბო დგას და ეხლა მართვა და ხდება ამ ოთახიდან ახლა დაგედილი გვაქვს. ეს არის გამრეცხი ფარები, რომელიც რეცხვის შემთხვევაში ვიყენებთ. ლარტყა დაღენებული რომ ზედმეტად არ გავაღოთ და ნელ-ნელა ხდება საერთოდ წყალის გაშვება, რომ ხეობაში არ დაზიანდეს რამე და ერთიანად გაშვება და ფარს ბოლომდე ავტვირთავთ დონის მიხედვით დაახლოებით 1 მეტროზე ალბათ საბოძოთ და ვატარებთ დაახლოებით 50 კუბს და უკვე დონე რო დაიწევს ის დამუშავებული დონე როცა გვექნება, მას შეგვიძლია რომ 100 კუბზე მეტი წყალი არ გავიდეს, იქ დაწნევა იყოს, რომ ხეობაში რეცხვა მიმდინარეობს მე და აფუძებს და რაღაც თხრის და ამაშობა და მე უკვე ბოლომდე რო გაიღება წყალსაცავს ერთი ღამე ყოფნის რა დასაცლელად. ეს არის ემსახურებოდა კაშხლის მშენებლობას, კაშხლის კბილი არის ჩასმული და ამ წუთში უკვე არის მონიტორინგის სისტემები დაყენებული, მთელ კაშხლის პერიმეტრზე არის ჩამაგრებული, შეგვიძლია შევიდეთ და ვნახოთ. იზომება კაშხალზე ყველა კაშხლის გადახრაც, დახრაც და ჯდომაც ყველაფერი არის დაყენებული ყველგან სენსორები და ამის ყოველ კვირაში ხდება გაზომვები მექანიკური და ელექტრული და ეს პირდაპირ მეწოდება ყოველდღიურად თბილისის სათავო ოფისში. და ვთქვათ, თვითონ კაშხალი, ვთქვათ, თუ კაშხალი შევსება დაცლის დროს მოძრაობს თავისთავად. გადაიხრება და დაცლის დროს დაბალ დონეზე უკვე უკან იწევს და ამის მონაცემები აბსოლუტურად ყველაფერი გადაეცემა. არის ბზარმზომები თუ სადმე ბზარი და აჭდა დაყენებულია იმატებს, იკლებს თუ რა შეება, ამის მონიტორინგი კეთდება ყველაფრის. აბსოლუტურად უკვე ახალი გაწყობილი არის, თანამედროვე ტექნოლოგიები არის დაყენებული. განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც ჰესების მშენებლობა ეშინია. არის მექანიკურად გასაზომი რეპერებს უწოდებენ რეპერებს ახენდა, რომელსაც ნიველირებით ხდება. ერთი აგერ არის კიდე დასმული, ეს არის რეპერი არის, ეს უკვე თავიდან დასმული, აქედან აღებული ნოლით იზომება დანარჩენი ყოველწლიურად მიმდინარეობს მონიტორინგი. სიგრძეს შეიცვალა თუ არა, დაიწია მიწამ თუ არ დაიწა, ყველაფერი კონტროლდება ამით. ესე რომ ვთქვათ არის ნოლი აღებული და ამის მიხედვით უკვე ახალი ყველა კუთხეში დაყენებულია სადაც ხდება რა. წელიწადში ერთხელ, წელიწადში ორჯერ ხდება გადაზომვა და სხვაობა თუ არის მიწის დაჟდომის ან კაშხალის დაჟდომის მოსულს დანიველირება ხდება რა ერთი სიტყვით. ნუ სპეციალურად მოწყობილი. სპეციალურად არის მოწყობილი ეს მყარად არის სულ ერთ და იგივე დონეზე ეს არის ძვრის არეხები ანაბას. ახლა ვიმყოფებით უკვე ლაჯანურის უშუალოდ ჰესის ტერიტორიაზე. ჰესის ტერიტორიაზე განთავსებული შენობები ხედავთ არის ოფისი, სასუმრო ჰესის თვითონ. ადრე თანამშრომლები ცხოვრობდნენ. ადრე თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ამ წუთში ამ მომენტში სასუმროდ არის გაკეთებული, როგორც ჰესში მივლინებული პერსონალისათვის. კლიმატური ალპანის ზონა არის მიკროკლიმატური ზონა, სადაც მოდის განსაკუთრებული არობადის სოლიკაურის ღვინო. მაღალი ხარისხის, ცნობილია ტვიშის სოლიკაური, ესე ალპანის სოლიკაური იგივე მიკროზონაში არის, არა იმყოფება ალბათ და ასევე გააშენეს. ამასთან დაკავშირებით არის როგორც ითქვა, ხვანჭკარის მასალა. ალექსანდროული და მოჯურეთული. რეაბილიტაციო სამუშაოები დავამთავრეთ სადგურში და ახლა ძირითადად ახლა უკვე კეთილ მოწყობაზეც
მიდგაჯერ და უყურებთ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ჯერჯერობით. ვაწყობთ, ვალამაზებთ რა ერთი შეგუთ ყველაფერს. მენიერია და რავი საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური სადგური გვექნება ლაჯანურ ხეს. ნამდვილად, იმიტომ რომ რავი საქართველოს განაშენდება, გალამაზება და ვენახი და ტექნოლოგიური რა თქმა უნდა, და უბრალოდ ისე შეერწყა უკვე ერთმანეთს. მოდით ახლა ტექნიკურ ნაწილში გადავინაცვლოთ, ნახოთ თუ რა ხდება მანდ. ისმის გუგული. სადგურში შევალთ და ვნახავთ ყველაფერს, რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს უკვე ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია სამ აგრეგატს 2007 წელს გაეშვა მეორე აგრეგატის რეაბილიტაცია დამთავრდა და მიიღო გადაიარაღება მთელი ქვესადგურების პრაქტიკულად შეიცვალა თითქმის ყველა გამთირშველი ყველა მოწყობილობა და დაყენდა ახალი დამონტაჟდა პრაქტიკულად ახალი სადგურია ერთ-ერთი მძლავრი სადგური ვართ ახლა დასავლეთ შუახნო ენგურსა ვარ გავითვალისწინებ ენგური საკმაოდ დიდია და მით უმეტეს მაგის ელექტროენერგიას მთლიანად საქართველოს ვიყენებს ვიწევს ოკუპირებული ტერიტორიისთვის რა თქმა უნდა არის ხდება ასეთის აქაც უკვე ვენახშირდება აქეთ არის 135 კილოვოლტის ქვესადგური სვანეთის ჰესებიდან ამოსული ელექტროენერგია შემოდის ამ 110 კილოვოლტის ქვესადგურში ეს დროებითი სქემა არის და მე ალბათ ალბანის ქვესადგური შენდება და იქ იქნება ყველაფერი და ვატარებთ სისტემაში და დანარჩენად ქვიშარი 100 რაჭის მხარე ჩვენგან იკვებება ორბელით საგერი ჩვენგან და 35 კილოვოლტის ქვესადგური და 10 კილოვოლტის ფიდერები და ძირითადი ქვესადგური 220 კილოვოლტის ქვესადგური ამ მხარეზე არის შესუგარაც არის 80 მეგავატიანი თითო ორი ტრანსფორმატორი დგას რომლის საშუალებითაც უკვე გამომუშავებელი ენერგია მიემართება გადამცემი ხაზით წყალტუბოს ქვესადგურში და მოდით ახლა გადავინაცვლოთ ლაჯანურ ჰესის მიწისქვეშა ნაწილში, სადაც არის უშუალოდ უკვე ტურბინები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება შევიდეთ ამ ნაგებობაში, გავიანოთ 200 მეტრზე მეტი, სადაც უკვე შეხვდება ჩვენ სამანქანო დარბაზი და განახებთ შიგნიდან თუ როგორ გამოიყურება ლაჯანურ ჰესის სამანქანო დარბაზი. კაშხალი ახლა და არ შენდება ისე რომ გასკეს მით უმეტეს ამხელა გამოცდილება უკვე კაშხლების. აუცილებელი გჭირდება, ჰესები გჭირდება. ყველაზე სუფთა ეკოლოგიურად გამართლებული ჰესები არის ახლა ჩვენ პერიოდში. მით უმეტეს ამდენი მდინარე არის საქართველოში. ახლა კიდე ნამდვილად მწვანე ჰესების შენებლობაც გამოვიდა, კეთდება ის მცირეც რამდენიმე რომლებიც უკვე ელექტროენერგია რაღაცა გაქვს, ხო? რა თქმა უნდა, მით უმეტეს ენერგომოხმარება დღიდან დღემდე საქართველოში იზრდება და ჭირდება ამ ყველაფერს უკვე ტექნოლოგიებს უპასუხო იმით, რომ გაქვს ენერგოდამოუკიდებლობა, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის. აი თუ გაქვს ენერგოდამოუკიდებლობა, უკვე ჩათვალე რომ გამართული ხარ რა წელში. ახლა უკვე შევდივართ სამანქანო დარბაზში შევდივართ. სამივე აგრეგატი მუშაობს. კარგი გუგუნის იქნება და ცოტა ლაპარაკის გაჭირდება. აი აქ ახლა ყველაზე უკეთეს გაჩვენებთ ეს არის ისტორიული ნაგებობები. დასავლეთ მხატვარი იყო დენა ფრუიძე ასეთი. ჩვენთან ალბანაში ცხოვრობდა კაცი და მისი გაკეთებული ეგ არის თაღოვანი კაშხალი გაკეთებული. თაბაშირით აქ გამოყვანილი ახლა ეს კაშხალი. ეგ მურის ციხეებს აგერს გადმოებული. ეს არის და ბერებში არის ამ. ეკოლოგიაში არის საგერის კაშხალი გაკეთებული. ძალიან მაგარი დამუშევარი არის და ნამდვილად უბრალოდ ხდიან ქუთათურობას ეს დავტოვეთ ხელშეუხებელი რესტავრაციაზეც არ შევეხეთ იმიტომ რომ იმდენად ის არის უკვე რომ იქნეს და მაინც ჩანს ყველაფერი და ჯერჯერობით არ ვეხეთ ეს უკვე განახლებული სისტემები არის პრაქტიკულად მთლიანად განახლებული არის ყველა აგრეგატი ახალი არის დაწყებული მუშათვალით სტატორიც ყველაფერი აბსოლუტურად ახალი არის თანამედროვე სისტემები და დასვის სისტემები მონიტორინგის ეს არის პარამეტრები აგრეგატის ზეთის საგისრების ტემპერატურები კონტროლდება ვიზუალური კონტროლი და არის კიდევ SCADA სისტემაში ყველა საქართველოს სისტემა შედის მართვის ფარზე მოკლედ პირველად ვიმყოფები სამანქანო დარბაზში ჰიდროელექტროსადგურის და უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ როგორ ზანზარებს აქაურობა როცა სამივე ტურბინა ტრიანებს რა თქმა უნდა კამერა ამას ვერ გადმოსცემს მაგრამ ნამდვილად შთამბეჭდავი შეგრძნებები არის ეს უკვე ახალი ყველაფერი ეს უკვე SCADA სისტემა შეგიძლია გაუშვა აგრეგატი და აკონტროლო ადგილიდან ასევე SCADA სისტემით მართვის ფარზე არის მონიტორები სადაც მორიგე ოპერატორი ყველა საცალკე სარელეო დაცვა და მონიტორები აბსოლუტურად განახლებულია თანამედროვე სისტემები
ეგ არის მეორე აგრეგატი, ყველაზე პირველად ეგ გაკეთდა. მოდით ახლა გადავინახოთ საოპერატოროში, რომელიც ზედა სართულზე მდებარეობს და განახებთ აქაურობის სამართავ პანელს, თუ როგორ უყურებენ ოპერატორები დღე-დაღამე ლაჯანურისის მუშაობას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით საოპერატოროში, ასე ვთქვათ, შუაგულში, საიდანაც იმართება უკვე მთელი ამ გენერატორების და ჰიდროელექტროსადგურის მოწყობილობები. აქ მოდის ინფორმაცია ყველა სენსორიდან და ოპერატორები საჭიროების შემთხვევაში უკვე ცვლიან პარამეტრებს. საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური არის და ამაცი არის მთელი სადგურის მუშაობას ეს დამოკიდებული. საქართველოში მაინც-დამაინც არ ყავს ბევრი საბამისი კადრი, ვისაც შეუძლია ენერგეტიკები ცოტა გვყავს, სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვყავს. ძველი პანელები არის ეს სამუზეუმო ექსპონატება გვაქვს დატოვებული, ადრე ამით მოწვეოდა ყველაფერი და ამით კეთდებოდა, კონტროლდებოდა და ახლა უკვე აგერ მონიტორებზე აქვს გადასისტემით. ჩვენ ვიმყოფებით ახლა შუალედურ სართულში, სადაც რომელსაც სასტატორო ქვია ეს შენობები რაც არის სტატორი არის შიგნით, აქედან ჩანს უკვე სფერული საკეტები. ამ სფერული საკეტების საშუალებით ხდება მიწოდება თითოეულ აგრეგატზე წყლის. გაღება დაკეტვის ციკლი არის ორთვიანი, ერთი წუთი ხდება გაღებას, ერთი წუთი დაკეტვას ნორმალური რეჟიმში. გაღება და დაკეტვა ხდება ჰიდრავლიკური სქემით. ჰიდრავლიკური სქემა აქვს და აქვს ჰიდროაკუმულატორები თავისი ყველას. თემოთ რომ ჩავალთ უკვე შევხედავთ სადაც უერთდება სპირალურ კამერას. ეს გადმოდის წინ და დაიკეტება გადადისება მეგება. ეს არის სპირალური კამერა, აი სფერული საკეთიდან შემოდის. აკედია მიმართული ეს სიჩქარის რეგულატორი არეგულირებს უძარის ტურბინისას არეგულირებს მისთვის დაჭირდება მეტი წაღება უძარის რემონტაჟის მოხდება გაუგებს მეტად მიან ინარჩუნებს სამავე ტურბინის რამე ავარიული კონტროლია ავარიული არაფერი შეულებრივად თუ რაიმე ავარია ავტომატურად გაჩნდება და აიქმნება მესამეს აქვს თავისი ჰიდროაკუმულატორი ეს უკვე ბოლო ვერსიაა ეს არის ყველაზე თანამედროვე ტურბინა სატურბინე დარბაზში მაღალი ხმაურის გამო სამწუხაროდ ვერ მოხდა მთელი ჩვენი საუბრის ჩაწერა თუმცა ადგილი ნამდვილად შთამბეჭდავი არის ყველაფერი გუგუნებს ძველი აღჭურვილობიდან არის შემორჩენილი მხოლოდ სპირალური სატურბინო კამერები, რომელიც გერმანიაში იყო წარმოებული. ჰიდრავლიკას მთლიანად ესმართავს ყველა ყველა ხალხავის ამით ხდება სპირალური კამერის შეცვლა. ნევები რო გადადება, მერე იქნება ჰიდროდანკარვარი. ხო, თან ძალას ახლა მოტორულობა ახლა მასის ხალხი. იგი ძალადდება. გადადებულ მოწყვეტ არ დაკმავა. ეს უკვე გენერატორიდან ეს არის გენერატორიდან არის ზემოთ სართულზე ერთ საერთო სალდეზე იკრიბება სამი გენერატორი და უკვე გარეთ 220 სადგური რომ ნაკეთ გადის სასალდე გალერეით არის აგზნების სისტემა ამისი ადრე იყო მანქანური აგზნების გენერატორები ძველები შეიცვალა ტრისტორული აგზნები ჯერ შეღავათი ბოქსა და მერე აქვს ნოლიდან გაშვების ფუნქცია ვამბობთ რაღაც აგრეგატებს შეგვიძლია ჩამქრალი სისტემა უკვე ენერგია არსად არ არის შეგვიძლია დავატრიალოთ აგრეგატი დაუშვათ და მივაწოდოთ ელექტროენერგია ჩვენზე აიწყოს მიკროსისტემა და მერე კიდე მიემატება და აიწყობა ჩვენი სისტემა ესემზე არის თუ ლაჯანურის ასე ვთქვათ ეს ლაჯანურზე სამივე მანქანა არის და რამდენიმე გესა აქვს კიდე ალბათ ბოლო კითხვა რომელიც მინდა დაგისვათ აი ამ მთელი ეს სიმდიდრე როგორ ააშენეს თავის დროზე სავარაუდოდ ალბათ ტიტანური შრომა იქნებოდა ჩადებული რა თქმა უნდა ყველაფერი მაშინდელი ტექნიკასთან თუ ვიანგარში და დღევანდელი ტექნიკა სულ სხვა არის და ყველაფერი კეთდებოდა ხელით აფეთქებებით დაბურღვას ყველა პერფორატორებით კომპრესორებით და ჰაერით აპარატურაც ალბათ შემოგვდათ და აი ეს უკვე რაც შეეხება აგრეგატებს შემოტანილი არის ეს ყველაფერი ნაწილი შემოტანილი რაც გვირაბის გაბარიტების იმის მიხედვითაა გათვლილი და
სათრიებელათი არის ყველაფერი შემოტანილი რა principში და ადგილზე არის მე უკვე ჯერ ალბათ ის ამწეები აწყვეს და რა თქმა უნდა ჯერ ამწეები შემოვიდა ამწეები აიწყობოდა მე შემდეგ შემოვიდოდა და საკუთარ ტურბინა სპირალი ეს ნაწილად და იწყობოდა თანდათან იწყობოდა იკრიბებოდა ადგილზე ყველაფერი აქაც ახლა ამ ბილბორდებზე იქნება ძველი ისტორიული სურათები ძველი ისტორიული სურათები არის გათვლილი დამზადებული არის უკვე დასრულდება კოსმეტიკური შეკეთება და უკვე გამოიფინება ყველაფერი გაკეთება არის დაწყებული ნოლიდან დაწყებული მშენებლობის სურათები რაც არსებობდა ყველაფერი მოიძიეს ნახეს და ალბათ რა ვიცი დავამშვენოთ ცოტა შესანიშნავი იდეა ნამდვილად და ამასობაში ნელ-ნელა დავიძროთ უკვე გასასვლელისკენ მოკლედ ჩვენი ვიდეო უახლოვდება დასასრულს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან ამ შვენიერი ექსკურსიისთვის ძალიან ბევრი საინტერესო რამე შევიტყვეთ ჩვენს და ჩვენი მაყურებელი ლაჯანურჰესის შესახებ და მართლაც ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ჰიდროელექტროსადგური არის საქართველოში და ვფიქრობ მომავალში კიდე ბევრი ჰიდროელექტროსადგური აშენდება და არსებული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, რათა უფრო მდგრადი ენერგო მომარაგება ქონდეს ჩვენ ქვეყანას. ურმესი მადლობა პერექით თქვენ ასეთი მონდომებისთვის და პოპულარიზაციისთვის ლაჯანურჰესის ალბათ წაგვადგება კიდევ და კიდევ მადლობა თქვენ. იმედია მშენებლობების გაგრძელდება ხესების. ხოლო თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, დაწერეთ კომენტარებში თუ ან უნდა აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს ჰესები, ვინმეს თუ გაქვთ ნამუშევარი ლაჯანურჰესზე ან მშენებლობაზე თავის დროზე, დაწერეთ თქვენი გამოცდილება და მომავალ შეხვედრამდე.